თბილისის საკრებულოს უმცირესობა პროკურატურას დედაქალაქის მერიაში მიმდინარე პროცესებზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. უმცირესობა აცხადებს, რომ მომდევნო დღეებში გავრცელდება სხვადასხვა მტკიცებულებები თუ როგორ აიძულებენ ახლო დანიშნული თანამდებობის პირები მერის მოქმედ თანამშრომლებს განცხადებების დაწერას და სამსახურიდან წასვლას. აბესაძე ამბობს, რომ სანამ ფაქტები გამოძიებული არ იქნება, მანამდე ატესტაციის ჩატარება ვერ ჩაითვლება ობიექტურად. ატესტაციის თემაზე განცხადება დღეს თბილისის მერმაც გააკეთა. თბილისის მთავრობას, რომელიც განსაკუთრებით იცოდა, მანდარიკოსები რაიონის გამგებლობებიდან გასაუბრებელი გადაუგზავნით პროკურატურას. ძალიან საინტერესოა, სანამდე იქნება საქართველოს პროკურატურა სირაკლემას პოზიციაში და არ დაიწყებს ამ ფაქტების გამოძიებას. ჩვენი მოთხოვნის ერთადერთი მოთხოვნა სწორედ წარმოადგენს იმას, რომ სანამ არ იქნება გამოკვლეული ეს ფაქტები და სანამ არ იქნება პასუხი გაცემული პროკურატურის მხრიდან ეს ამ ადამიანებს ხდება ზეწოლა თუ არა და ვისი მხრიდან ხდება ეს ზეწოლა, თბილისის მერიაში ატესტაციის ჩატარება ვერანაირად ვერ იქნება ობიექტური პროცესი. ატესტაცია ისევე როგორც კონკურსი იქნება ღია და გამჭვირვალე პროცესი, რომლის თვალყურის დევნების საშუალებაც ექნება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას. ჩვენ ვაპირებთ, რომ კანონის სრული დაცვით ჩავატაროთ ეს ყველაფერი და მივიღოთ და დავტოვოთ ის თანამშრომლები, რომლებიც მაქსიმალურად ეფექტიანად გააკეთებენ სამუშაოს საქმეს. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.